ანდრია გველესიანი და სალომე ჭაჭუა. პასოდობლე. There will be no glory in my sacrifice. I will erase even the memory of Sparta from the histories. ჩვენ ორნი კიდევ როდის შევხვდებით? მალე. ურთულესი ნომერი იყო, ულამაზესი და ანდრია მართლაც რომ ძალიან მაგრა აცებდა ნელ-ნელა. აი ეს არის ეს პროექტი, როგორ განიცდის ადამიანი პროგრესს ტურიდან ტურამდე ამის ნახვა ძალიან საინტერესოა ხოლმე. ანდრია. მე ლედი მაკვეთს თამაშობ თეატრში და შეგიყავი საოცარი მაკვეთი. ძალიან კარგი გულშემატკივრები გყავს ჩემო ანდრია და უკეთესი იქნება თუ SMS-ებს გამოაგზავნიან. დიდი მადლობა თქვენ. მიყვარხართ ყველა, დიდი მადლობა თქვენ. ანსამბლი რუსთავია იქ. და ანდრიას მამა, ხო? თუ ხო სწორად. კიდევ ერთხელ ანსამბლი რუსთავი, დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. ახლა კი თავარი შეფასებლები დროდადაა. სუდათ რამე. და ასეთი ცეკვის მერე ხო საერთოდ. ქალბატონო ნინო. პირველ რიგში მე ანდრიას და სალომესაც მინდა მოულოცო ფინალში ყოფნა. რაც შეეხება პასოდოპლე იყო ძალიან დრამატული.
ძალიან ძლიერი, რაღაც შექსპირისეული, რაღაცა ძალიან ისეთი საინტერესო დადგმა იყო და ყოჩახ ანდრია, იმიტომ რომ ეს რა ძალა ქონია, აი ამ ესეთი მძიმე რთული კომპოზიციის დროს, ნუ არ ვიცი, ეს ფიზიკური მონაცემებია საჭირო ამისთვის ძალიან სერიოზული. იმის გარდა რომ, ნუ არ ფანტასტიურად იცეკვე, ფინალში გახვედი და მთელი ეს სეზონი იყავი მართლა ჩემთვის, აი სამაგალითო, როგორ დაიწყე და სადამდე მიხვედი. აი ეს იყო ნამდვილად, აი ეს ძალიან სწორი განვითარება წავიდა და ნუ არ ვიცი, გულახლად გითხრა, ნამდვილად მართლა პირველ ეპიზოდებში არ მეგონა თუ ფინალში გნახავდი და დღეს ძალიან მიხარია რომ ფინალში ხარ, ნამდვილად ღირსი ხარ რომ იყო ფინალში. ძალიან მაგარი ბიჭი ხარ და ყოჩახ. აი ეს არის შრომის შედეგი. სოფო, შენ როგორ შეაფასებ? მე ხა მადლობებით დავიწყებ. ანდრია, შენ დიდი მადლობა რომ სალომე ფინალამდე მოგვიყვანე. იმიტომ რომ ეს გოგო ნამდვილად იმსახურებს რომ ყოველ ფინალში იყოს. და ერთხელ იყო უკვე მეორე სეზონში. შენ მადლობა ანდრია ამისთვის. სალომე, შენ ძალიან დიდი მადლობა. რომ ანდრია ესე აცეკვე და ამ ბიჭის რაღაცა საოცარი შინაგანი სამყარო დაგვანახე. იმიტომ რომ ცოტა შებოჭილი იყო თავიდან, რაც ცოტა დადიოდა სცენაზე და ეხა გარდა იმისა რომ აცეკვე და იმხელა ემოცია მოდის მისგან და იმხელა ფილმივით უყურებ ანდრეას და შენს ცეკვას, ხო? იმიტომ რომ გარდა ცეკვისა კიდე ძალიან ბევრი რაღაცა ერთვება ზეთ თქვენს გამოსვლა სცენაზე. ამიტომ ორივეს დიდი მადლობა რომ ერთმანეთი მოიყვანეთ ფინალამდე. ნამდვილად ძალიან ღირსეული წყვილი ხარ და ანდრია როგორც გოჩა იყო და აი შენახა ჩემთვის one of my favorite type of აცარი stars რომელიც იწყებს და გონია რომ პირველი ორი გადაცემა და გავარდება და აი მერე რომ იხსნება ამაზე დიდი სიამოვნება მეგობი არ ჯიურისთვის არც მაყურებლისთვის არ შეიძლება იყოს რაც აი ყვავილივით რომ იხსნება ადამიანი და რომ აფრქვევ მერე ყველაფერს მოკლედ ოჩათ. დიდი მადლობა. მადლობა. შორენა. Well, პირველ რიგში მომილოცნია ფინალში ყოფნა ეს ძალიან დიდი მიღწევაა. პირველი იქნები თუ მეორე იქნები მნიშვნელობა არ ახარ, გამარჯვებული ხარ უკვე. აგრეთვე მინდა გითხრა რომ შენ ხარ ყველაზე სამაგალითო ახალგაზრდა მამაკაცი საქართველოში. მე ესე მგონია. ძალიან. იმიტომ რომ მე ნახე შენ თავიდან რომ დაიწყო იყავი ეს თითქოს მორცხვი, თითქოს მორიდებული, ძალიან თავაზიანი და ფინალამდე მოხვედი. ეს ხომ ადვილი არ არის. ეს ხომ მხოლოდ შენ გააკეთე. რა თქმა უნდა დაგეხმარა სალომე, რა თქმა უნდა დაგეხმარა გიგი გაჩეჩილაძე, დაგეხმარა იმედი ყველაფერი, მაგრამ იცი ყველაზე ძალიან ვინ დაგეხმარა შენ და შენი ტვინი. შენი ფსიქოლოგია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყოჩახ. ეს პირველ რიგში მეორედ მინდა აღვნიშნო როგორ კარგად მოემზადე, ძალიან კარგი ზუსტად საფინალო ნომერი წარგვიდგინეთ ჩვენ ყველას. კოსტიუმები ძალიან კარგი, ვინც ჩაიფიქრა, ქორეოგრაფია ძალიან კარგი, გიგი გაჩეჩილაძე ძალიან იზდები, რა კარგია, რა ხდება. ყოჩა ყველა იზრდება. მშვიდობა. ძალიან კარგი. განსაკუთრებით ზედა კოსტუმი მოგეწონა თავად. ძალიან მომეწონა ეს მხატვრული, ძალიან ზედა კოსტუმი ძალიან მომეწონა. კარგი ჩანაფიქრი. სალომე, ერთი რაღაც უნდა გითხრა ახლა. არ დაიმალო, კარგად მისმინე. უკვე მე-6 სეზონია გიყურებ და იზდები. მე შენ ეს ორი კვირა გიყურებ და შენი work ethics, როგორ თქვა, სამუშაო ეთიკა არის ძალიან მაღალ დონეზე. ეს იქნება დილის 3 საათი, ეს იქნება შოუ, თუ ეს იქნება კულისებში. ძალიან მინდა რომ სოფლიომ გაგიცნოს. გააკეთე ყველაფერი რომ გაგიცნოს. ყოჩახ, კაი გოგო ხარ. ეს შენი კონკურსი არა, მაგრამ უნდა გითხრა. კაი გოგო ხარ. საერთო ჯამში პასადობლი კარგი იყო, მე მგონი ცოტა თეატრალური იყო, ცოტა მოძრაობები აკლდა. ბოლო პოზა რო გააკეთეთ ძალიან რთული theater art პოზა, ყოჩახ, მაინც გაიტანე. კარგია. დიდი მადლობა და გოჩა. All right. აბა Andrea and Salo. You know what? დავიწყოთ ისე ეს უკვე რახან ფინალია და ხალხის უნდა გითხრა ვინ არის ჩემი favorite წვილი, ვინ არის ჩემი მე არასოდეს არ მყავს favorite წვილი, არც ერთ სეზონზე არც მიყოლება. მაგრამ საინტერესო მაგრამ არის მოусმინოთ. ნეტა 11-ის დაწერა შემეძლოს წელს დაგიწერდით. All right.
შორენ მართლა არ იტყუებოდა ორივე თქვენ ეს ორი ადამიანი მართლა სამაგალითოები არიან თავიდან როგორც პიროვნება როგორც პროფესიონალი როგორც I don't know ადამიანი ემოცია რაც შეეხება ცეკვა იყო it was great ძალიან ძლიერი და ძალიან მოხარული ვარ ანდრია პირადად შენგან სალომესგან ეს არ მიგვირს რა თქმა უნდა მიუხედავად იმის რომ ძალიან დიდი პროგრესი გაქვს სალომეს შენ პირადულად როგორც პროფესიონალს მაგრამ ანდრია you know I mean სუფთა თავიდან ბოლომდე ქართველი მამაკაცის სული შენ ხარ ყოჩი დიდი მადლობა და ვილა რეზიდენცის ოთახში გემოვიდნენ მოუთმენლად გელიან ვილა რეზიდენცის ოთახში ჩვენი მეორე ფინალისტი გავაცილოთ მხურვალე აპლოდისმენტები ვილა რეზიდენცის ოთახი რა თქმა უნდა მხურვალე აპლოდისმენტებით დახტება ანდრიას და სალომეს აღტოვანებულებიც კი საოცარი ნომერი იყო დღეს ისეთი ფინალი არის როგორიც მართლა უნდა იყოს აი ღირსეული ფინალისტები ღირსეული ნომრებით არც ერთი აი ანტი განწყობა არ შემინიშნია არც ერთი წყვილის მიმართ დარბაზიდან და მით უმეტეს ჟიურის მხრიდან საოცარი ნომერი იყო პირდაპირ შეგვიძლია ვნახოთ მე მგონი ქულები ნინო სუხიშვილი 10 სოფო შევარდნაძე 10 შორენა გაჩეჩილაძე ჩერტკოევი 10 გოჩა ჩერტკოევი არ შემ 10 come on